რაჟამს იორდანეს ნათელი ღეშენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა იგამოსჩნდა, რამე თუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყვარელად ძედ სახლგდვა შენ და სული წმინდა სახითა ტრედისაითა და ამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ ქრისტე ღმერთო და ყოველი სოფელი განანათლენ დიდება შენ და ამინ. დღეს ახალი სტილით 19 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ნათლისღებას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ნათლისღება ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელისაგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა. ეს არის დღე ღვთისგანგაცებისა. რადგანაც სწორედ ამ დღეს განცხადდა პირველად ყოვლადწმინდა სამება. ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდოდა. მამა კი ხმას მოსცემდა ზეციდან. ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიღავ. უკე თუ ვინმე არა იშვიეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არის და შობილი იგი სულისაგან სული არის. ვასწავლის უფალი და მიგვითითებს ნათლისღების აუცილებლობასა და მათი მოსილებაზე. ნათლისღების წესი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ დადგინდა. ამაღლებამდე უფალი გამოეცხადა თავის მოწაფეებს და უთხრა: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. რომელსა ხრწმენეს და ნათელ იღოს, ცხონდეს და რომელსა არ ახრწმენეს დაისაჯოს. საოცარ სიმდაბლეს გვიჩვენებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც მოსანათლად მიდის წმინდა იოანე ნათლისმცემელთან. მიდის არა ანგელოზთა სიმრავლით გარშემორტყმული როგორც მეუფე, არამედ როგორც უბრალო კაცი. იქ მყოფ უამრავ ცოდვილ შორის დგება მათი გამოხსნელი. დაღუპულ ცხვრებს უერთდება კეთილი მწყემსი, ქვეყნიურ ბზეს შეერია ხორბალი ზეცისა. ჩვენი უფლისა და მხსნელის ნათლობით პირველად საჯაროდ გაცხადდა მისი უზომო სიყვარული ცოდვით დაცემული კაცობრიობისადმი. მაცხოვარს არ სჭირდებოდა ნათლისღება. ამ წესის აღსრულებით მან ჩვენ გვასწავლა, როგორ უნდა განვიწმინდოთ ცოდვათაგან და რომ ნათლისღების გარეშე ვერ დავიბრუნებთ დაკარგულ მამისეულ წიაღს. იგი არის შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში, ეკლესიაში და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს. სარწმუნოების სიმბოლოში მრწამსში ვკითხულობთ: აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. ეს ნიშნავს, რომ ნათლისღება, როგორც სულიერი შობა, არ შეიძლება განმეორდეს. ამიტომაც ეკლესია განმეორებითი ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით იღებს მის წიაღში დაბრუნებულ ერეტიკოსებს. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინადღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით. ნაკურთხი წყალი ურიგდება მორწმუნეებს. ეს მადლიანი წყალი ჩვეულებრივი წყლისაგან განსხვავებით არ იხრწნება. დიდება უფალო წმინდა ნათლისღებასა შენსა.